ახლა აბების ეთერში რეკლამიცინის მიღების დროა. რეკლამიცინი ჩვენს ეთერში. ქართულ სკოლებში ახალი საგამოცდო და ყოველდღიურ ცხოვრებაზე მორგებული საგამოცდო ტესტები გამოჩნდა. ისწავლეთ ქართულ სკოლაში და დაითვალეთ შეღებილი შენობები, ჩამოყვანილი მინისტრები, წიგნქვეშ გაფენილი მოქალაქეები და ჩვენს მიერ დაპყრობილი რეიტინგები. ქართული განათლება. სწავლის ძირიც მწარე არის და ბოლოც. დაიხვეწა. გაუმჯობესდა და უკვე ბაზარზეც გამოჩნდა საქართველოს მთავრობის მიერ სერიულად წარმოებული კუკარაჩების თანამედროვე ვერსია კოდური სახელწოდებით მანდატური. მანდატური დირექტორი. მას უკვე პარალელურ რეჟიმში შეუძლია აკონტროლოს მოსწავლეები, მასწავლებლები, დამლაგებლები, დარაჯები და თუ საჭიროდ ჩათვლის სკოლის შენობებთან 500 მეტრის რადიუსში მცხოვრები მოსახლეობაც. ახალი აქცია მანდატური დირექტორი. სულთამხუთავები დღეში ერთლარად. იუსტიციის სასწავლო ცენტრში პროკურორებს და გამომძიებლებს საგადასახადო და თაღლითობის საკითხებზე ტრეინინგი ჩაუტარდათ. იუსტიციის სასწავლო ცენტრში პროკურორებს და გამომძიებლებს საგადასახადო და თაღლითობის საკითხებზე ტრეინინგი ჩაუტარდათ. სწავლების მიზანი ფინანსური სახის დანაშაულის სპეციფიკის გაცნობა და მონაწილეთათვის გამოცდილების გაზიარება იყო. ტრეინინგის დროს თაღლითობის ტიპები და მათთან ბრძოლის მეთოდები განიხილეს. სწავლებაში მონაწილეობს 45 პროკურორი და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის 50 გამომძიებელი. სწავლება ამერიკის საელჩოსთან პარტნიორობით განხორციელდა და ის ამერიკელმა ექსპერტებმა ჩაატარეს. ტრეინინგის დროს თაღლითობის ტიპები და მათთან ბრძოლის მეთოდები განიხილეს. მე მაგალითად მგონია რომ სულაც არ არის საჭირო გამომძიებლების ტრეინინგი, რადგან მათ ხომ სოსო თოფურიძე ყავდა. თუ სადმე თაღლითობა მოხდება, მიდის რიგითი გამომძიებელი და დაიყვინებს თოფურიძე აკბარ და შევარდება შენობაში. ხოლო შემდეგ გამოვა სოსო თოფურიძე და იტყვის დაკავებულია 170 მცირე მეწარმე. საქმეს იძიებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი. ახლა თქვენ მითხარით, ჭირდება ამ ხალხს ტრეინინგი და ამერიკული გამოცდილება. სხვათა შორის ამერიკელები გარემოს დაცვის მინისტრს აქამდე გაათავისუფლებდნენ, კი? რადგან გუშინ კიდევ ერთხელ დაუჭირეს თაღლითი თანამშრომელი. როგორც უკვე მოგახსენეთ, საქართველოს ბუნებისა და გარემოს დამცველნი კიდევ ერთხელ აღმოჩნდნენ სოსო დაგიჭერთოფურიძის ბატეში. პროკურატურამ გარემოს დაცვის სამინისტროს რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი დააკავა. წინასწარი ინფორმაციით, სახელმწიფო მოხელეთა ორგანიზებული ჯგუფი კორუფციაშია ბრალდებული. რას მიყურებთ? თქვენ თვითონაც ხომ ძალიან კარგად ხვდებით, რაშიც არის საქმე. ყველამ ვიცით, რომ ზემოთ ხსენებული სამინისტროს მუშაკების დაკავება რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მანდატურების ბრალი. ახლა უკვე ხომ ყველაფერი ნათელია. რა? მაინც და მაინც ბოლომდე განმარტო ყველაფერი. კარგი. მანდატურთა ინსტიტუტი რომ შემოიღო ჩვენმა მთავრობამ, ისინი ხომ აუცილებლად უნდა შეგიყვარდეს. დიახ. რომ შეგიყვარდეს, ამისთვის რა არის საჭირო? რა და ერთი კარგი ჰიმნი, რომელიც ყველას აგვამღერებს. ჰიმნი ვინ უნდა დაწეროს? ვინც წერს ხოლმე და ვინ წერს ხოლმე? ვინ და გარემოს დაცვის მინისტრი. მაგას ხომ მუზა მაშინ მოსდის, როდესაც მის სამინისტროს მიადგებიან ხოლმე ნიღბიანები და იქიდან ხელშეკრული უმიღბოები გამოგავთ. ხოთა დაძველდა წინა ჰიმნები, რაღაც ახალიც არის საჭირო. კერძოდ კი მანდატურებზე და გარემოს დაცვაზე. და სოლფეჯიოს მინისტრი ისევ შეაფხიზლეს. რამდენიმე ქვეშორდომი დაუჭირეს, ხელში ნოტების ფურცელი და ფანქარი მისცეს, თავი დაუკრეს და დატოვეს მარტო მის მხსნელ სამთავრობო როიალთან. ჩემი მოკრძალებული მოსაზრება გარემოს დამცველების დაკავებასთან დაკავშირებით. საჯარო რეესტრმა საქართველოს საკადასტრო რუკა ინტერნეტში განათავსა. საქართველოს საკადასტრო რუკა უკვე ინტერნეტშია. საჯარო რეესტრმა საკუთარ ვებგვერდზე საქართველოს ყველა ქალაქისა და რაიონის საკადასტრო რუკა განათავსა. ამით ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა მიეცემა ინტერნეტის მეშვეობით დაათვალიეროს საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე მისთვის საინტერესო მიწის ნაკვეთები, მოიძიოს დეტალური ინფორმაცია ნაკვეთების საზღვრების და მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობების შესახებ. დიახ, ნებისმიერ მოქალაქეს საშუალება ექნება ინტერნეტში დაათვალიეროს მისთვის სასურველი მიწის ნაკვეთი და მასზე მიმაგრებული შენობა-ნაგებობა. ასევე მოქალაქეს საშუალება ექნება შეიძინოს მისთვის სასურველი ადგილი და რაიმე წამოიწყოს იმ ადგილას. მაგრამ ეს რუკა არ არის სრულყოფილი. მერწმუნეთ,
და შესაძლოა მოქალაქე შეცდომაში იქნეს შეყვანილი, რადგან მასზე არ არის დატანილი მთელი რიგი ადგილები. მაგალითად, იქ უნდა იყოს აღნიშნული ისიც, სად შეიძლება გაიაროს პრეზიდენტმა და გამართოს ბრიფინგი. ასევე უნდა აღინიშნოს, რომელი ადგილია არაბი ინვესტორისთვის მიმზიდველი. ასევე ნაჩვენები უნდა იყოს სავარაუდოდ სად მოითხოვს სახალხო კრება კრების ჩატარებას და მიეცემათ თუ არა ამ ადგილას კრების ჩატარების უფლება. უნდა აღინიშნოს, სად შეიძლება შემოგვაპაროს მთავრობამ პარლამენტის თუ მთავრობის სახლის შენობები და რაც თავარია, რუკაზე დიდი რისკის შემცველი ადგილები წითლად უნდა იყოს აღნიშნული. ანუ ის ადგილები, სადაც შეიძლება დაგიჭიროთ სოსო თოფურიძემ ქთამის აღების ფაქტზე, თაღლითობაზე, თუ ისე უბრალოდ დაგიჭიროთ. ყოველივე ამის შემდეგ მოქალაქე უკეთესად გადაწყვეტს, შეიძინოს რაიმე თუ დაანგრიოს თავისი კერძო საკუთრება. რეზერვისტთა მომზადების სისტემა იცვლება. ეს სიახლე თავდაცვის მინისტრმა ბაჩუ ახალაიამ გაახმოვანა. რეზერვისტების მომზადების სისტემა იცვლება. რეზერვში მხოლოდ ის ადამიანები მოხვდებიან, რომლებსაც სავალდებულო სამხედრო სამსახური გავლილი აქვთ ან შეიარაღებულ ძალებთან შეხება ჰქონიათ. მანამდე კი სარეზერვო სამსახურში 18-დან 35 წლამდე ასაკის ნებისმიერი პირი მიჰყავდათ. ახალი ინიციატივა დღეს თავდაცვის მინისტრმა გაახმოვანა. სარეზერვო ჯარი ძალიან ეფექტურია საომარი მდგომარეობის დროს, რადგან როგორც ვიცით, ისინი მიყვებიან რეგულარულ არმიას ზურგში და ამაგრებენ პოზიციებს. მაგრამ მე ვშიშობ, რომ საქართველოში ომის შემთხვევაში სცენარი ცოტა სხვანაირად განვითარდება. ხელისუფლება დახარჯავს დიდ ფულს სარეზერვო ჯარზე, მოხდება მათი მომზადება. შემდეგ კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში შეიყვანს კონფლიქტურ ზონაში და უმალ საქართველოს ყველა ტელევიზია და ყველა რადიო გამოაცხადებს, რომ ჩვენი რეზერვისტები ამა და იმ სოფელში არიან დისლოცირებულნი. შემდეგ საინფორმაციო გამოშვებაში კვლავ გაიმეორებენ იგივეს და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ მტერი არ დარწმუნდება, რომ ეს ინფორმაცია უტყუარია და არ დაბომბავს ამ ტერიტორიებს. ამ ტაქტიკამ სამწუხაროდ აგვისტოს ომში არ გაამართლა. მაგრამ ოდესღაც ხომ გაამართლებს. დიმიტრი შაშკინი ჩვენთვის უკვე სკანდალურად ცნობილ ჰომოსექსუალ პედაგოგს ტომას ფლეჩერს შეხვდა და სხვადასხვა თემებზეც ესაუბრა. ქართული პარტიის წევრი კახა მიქაია განათლების მინისტრის ზუგდიდის სკოლაში ვიზიტის დეტალებს ყვება. ფოტოები, რომელზეც დიმიტრი შაშკინისა და ინგლისურენოვანი მასწავლებლის თომას ფლეჩერის შეხვედრა ასახული, კახა მიქაიამ მოიპოვა. ის ამბობს, რომ შეხვედრა მეოთხე სკოლაში რამდენიმე დღის წინ შედგა, თუმცა იქ პრესა არ მიუწვევიათ. 22 წლის თომას ფლეჩერი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც რამდენიმე კვირის წინ კახა მიქაიამ მასწავლებლის Facebook-იდან ამოვეჭდილი ინტიმური ფოტოები გაავრცელა. დიახ და დიახ, რა მოგივიდათ ხალხო? რა სულ დაივიწყეთ სტუმართ მასპინძლობა? შეხვდა ეს კაცი ახლა ჩვენ სტუმარს. დიახ, დღეს სტუმარია ეგ ჩვენი თუნდ ეხა მაგით მაგრამ ბიჭო, ახლა თუ რაღაცა გინდა რომ რაღაცა რა მნიშვნელობა აქვს ეხლა მაგას და რა ჩვენი გადასახადი. ხო და აღარ გავიგო კიდევ მაგ თემაზე კამათი. ახლა მე აბების ეთერს იუმორით ახსავსე პირებს დაუთმო. მაშა ასე, იცინიან და იცინიან პოლიტიკოსები. ჩვენ ვიცავთ საკუთარ პრინციპებს და კვლავაც გამოვხატავთ შეშფოთებას ისეთი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მიმართ, როგორიც საქართველოა. გამომდინარე იქიდან, რომ მათ მიიღეს დიდი გამოცდილება, მიიღეს მნიშვნელოვანი გამოცდილება ამ ოპერაციაში მონაწილეობის შედეგად, ისინი არიან საკმაოდ კმაყოფილები ამ ოპერაციით და მე შემიძლია გითხრათ, რომ დასვენების შემდეგ ძალიან დიდი მათგანი გამოთქვამს, დიდი ნაწილი მათგან გამოთქვამს სულს, რომ კიდევ დაბრუნდეს ამ ოპერაციაში და კიდევ გააგრძელოს მისიაში მონაწილეობა. სოფლიოში ალბათ ყველაზე ლამაზი პარლამენტის შენობა გვექნება ამ ეტაპისთვის, რაც მინახავს. მესამე პრინციპი, არაკორუმპირებული, არაკლანური, ანტიკრიმინალური მთავრობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ჩვენ ამას მივახცევთ. ამ ეტაპზე. ეს გახდათ გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკოოდიშვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს.